მელიქიშვილის გამზირი იავარდი დაბზა ჩაირთო გზა სტუდენტობა იჩქარის მინდა ბოლომდე გახსოვს ეგ? კი მერე არ უნდა გამისქნა ხოლმე არ უნდა გითხრა და ბოლომდე ჩავახო თავისებურად ხდება რას ეს რას ნიშნავს ესა ემზადები ხო რაღაცა ვილესა აუ რა კაი ის არის ეს სტუმარი არა აი ჩაირთო და ჩაირთო ჩავირთეთ აბა რა Go! let's do it აუ მიუშვით აბა როგორ ხარ ბიჭო ძალიან კარგად თან ხო და თან ცოტა უცნაურად რა ხო და აბა რისგან ანუ რო ჩამოვედი რა აი ნიკამ დაიწყო მაგაზე ლაპარაკი ქვევით მაგრამ ახლა ზევით რო გამოვიტანეთ ხო და ესეთი რაღაც ვკითხე რომ ჩამოხვედი ხო არ ვიცი გაუგებრობაშიო და რამე ესეთი დატოვე იქ რაზეც შეიძლება გული წყლებოდეს შენ ახლა ვაფშე გადმოპარგდი ესპანეთში ცხოვრობდა ანუ ოფიციალურად 14 ივნისიდან არა 13-ში გამოფრინდი და 14-ში დავერჭე საქართველოში ხო და მაგაზე დიდი ხანია მაგაზე ფიქრობდი და ვლაპარაკობდით ჩვენ სამ თემაზე რა გადასვლა გადმოსვლებზე იმიტომ რომ ერთი 10 წელია რაც ესპანეთში ვიყავი და ესე წინ და უკან დავრბოდი რა მაგრამ 10 წელზე მეტია რაც ესეთი ის ქონდა უკვე დაწყებული რა აი საგრძნობი ხელშესახები ნოსტალგია ნოსტალგია ძალიან აბსტრაქტული თემა იყო ჩემთვის ხო მაგრამ ხო სულ მიდიმოდიოდი სულ ხო მაგრამ მიუხედავად ამისა აი ყოველდღიურობა რა ნოსტალგიო ხო ანუ ჩვენ ჯერ ასე იგი ლონდონის ისტორიიდან დაწყებული ეგ იყო ესე იგი 2001-დან ლონდონი და მე შუაში მქონდა პატარა საქართველოს 2 წლიანი ამბავი ხო მე ისევ წავედი ხო და უკვე როგორ წავედი იცი რომ აი ცოტა რო არ გინდა რა მაგრამ ნუ ფინანსური მიზეზების გამო და რაზე გადაიწყე იქ თან ეგეთ ჩააფინა რაღაცა ოფისის სამსახური წავედი აბსოლუტურად აცდენილი იმ თემას ახლა ხო რაშიც ცხოვრობდი და ასე შემდეგ ხო და იცი რა ვერაფერს ვერ მოვერგე მაშინ აქ რა თან ეს პერიოდი არის რაღაცები რომ შეიცვალა გარდამავალი ხო და ჩავედი ხა თავიდან ბარსელონა ძალიან ლამაზი და რაღაცა ყველაფერი ახალია და ერთობი მაგრამ და ადვილით საცხოვრებლად ალბათ გაცილებით ვიდრე ლონდონი ხო რა არა ლონდონი ხო მაგრამ არა ის ევროპაშიც ერთ-ერთი ისეთი რა დაბალ მაგრამ ურთიერთობების პონჩი ბიჭო იცი რა თავიდან იყავი რაღაცა ბაბლში ამ სამსახურის რა ეგრეს მითხრეს რომ დიდი ამერიკული კომპანია და ეს ყველას გაიცნო თან ბევრნაირი ადამიანი იყო რა საინტერესო ბექგრაუნდებით ხო და ამან 1-2 წელი გაკაჩა რა ესე რა ხო იცი აწყობა ხო რა სანამ ახალი ხარ მაგრამ მაინც მე ვერ ვიგძენი რა რომ აი სიღრმეში ვერ ჩავედი რა და ერთხელ მახსოვს ესე ვისხედით მეგობართან ბარსელონას აქვს ტრადიცია ტერასა თუ გაქვს სახლში რა ანუ დიდი აივანი ან რაღაცა ხო და ესე ვსხედავ და რაღაცა კანადელი ტიპი არის ჩემზე რაღაცა ვიცით 10 წლით უფროსი და მე დავიწყებ ეს ლაპარაკი რომ ძალიან ლამაზია ეს ყოფილი მაგრამ რაღაცა შიქ თავს ვერ მოკიდე მეთქი რა ხელი რა აი რაღაცა ბირთვს რა ხო და ეგეთი კატალონიელი რაღაცა პოეტი არისო და მაგას აქვს ეგეთი ფრაზაო რომ კატალონიაზე მთლიანად თქვაო რომ ეს არისო ესე როგორ თქვა ესპანურად კატალონია es continento sin contiendo და ნიშნავდა რომ ეს არის კონტინენტი ანუ ადგილი კონტენტის გარეშე ანუ ფასადურია ძალიან რა ეხლა მე მეგონა რომ მე მაქვს ეგ შეგზნება მე რომ მარჯანიშვილი აი ზუსტად მარჯანიშვილი რო გაარე მარტო ფასადია რა ხო და დამაფიქრა მაგალ რა არა გამზირზე მარჯანიშვილის გამზირი ავარდი და მზე რომ მოფხიკავ და შიგნით ის რო არის რა გიფსოკარდონია გიფსოკარდონი მაგტალღიდან თუ არ ჩამოვედით ინა ყველა კაგაბაძიზე გადავალთ ავეგ მე ავიკიდე წეღან ქათმის ჭამის დროს თუ რაზე თუ ეს რომ მოვიდო მაგაზე შენ ამ კიდე შენ რატო მოიტანე არ ვიცი არა მაგით მოხვედი ვაფშე მე პაუზა გქონდა ხო და აი იყო რაღაცა ეს თემა გაზრდებდა ამ ჩემ ყოფნას რა ამ ფასადის ფხეკის რა ხო და გავკარე ესპანეთს ხო და უყურე ხა როგორი ის არის
აქ რომ მოდიხარ რა გამონაკლისების გარდა ყველა გეუბნება რომ სად მოდიხარ ბიჭო რა ვინ ბიჭო გიჟები არიან არ მოусმინე მაგრამ შენი შიშებიც მახსოვს რაღაც აი მძიმე პერიოდი რო იყო რომ რაღაც უცბად იმ სიმშვიდის მერე აქ საგიჟე რა თქმა უნდა გადამწყვეტი მომენტი იყო ეს ზამთარი რა ამ წლის ესე იგი თავისი ყველაფრით რაც მოხდა ამ ზამთარში ქვეყანაში და პლუს ჩემი რა ცხოვრებაში იმ თვალსაზრისით რომ მამაც ჩემი გახდა წაანავად აი პირველი სერიოზული რაღაცა reality check რო გაგუცებ რა და მამა წავიდა მარტში გარდაიცვალა მე წავედი იმ მიზნით რომ ეხა იქ დავალაგებ ამბავს და უკან ჩამოვალ ამას ვეუბნებოდი ყველას მათ შორის მე მგონი შენს გითხარი ეს შენს აი ვისაც ვხვდებოდი ყველას ვეუბნებოდი რაღაცა ისე რომ იგძენ რაღაც ვალდებულებას აი კაია რა ხო და ეტყობა მან დავიწყე ამის манифестირება რა ეხა ესეთი ფრაზაა ცოტა უ მაგრამ მუშაობს ეგ მე ნეიროფიზიოლოგი ერთ-ერთი აი ესეთი პოდკასტში ვიღაც ნეიროფიზიოლოგი ბაზრობდა რომ манифестირება მუშაობსო ფიზიოლოგიურ დონეზე ანუ რაღაცა რო გინდა კი ჯერო დაწერეთო ჩუმა წაიკითხეთო მე ხმამაღლა წაიკითხეთო და მე წარმოიდგინეთ და ხო და თელი ნერვული სისტემა ნელ-ნელა გადაეწყობაო რამდენჯერმე ამას რო იზაო ვარჯიშია რა მენტალური და ну, ეხა ჩავედი და დავიწყე რა, რაც ვიცი, რომ სამსახურნა ვიპო, რომ ფინანსური სტაბილურობა რაღაცა, აი ეგ შიშები იყო მაშინაც რა. მე ცოტა არ მაქვს რა, აი გარედან შეიძლება ესე ჩანს, რომ სიხარ პრაქტიკული ტიპია და სულ რაღაც საქმეშია და რაღაც, მაგრამ მეც ჩემი შიშები მაქვს, ეხა რომ არ ვიცი რა, რომ ჩამოვა ფეხი სად უნდა დავდგა თუ. მაგრამ თან მიჩვეული ხარ მაგ სტაბილურობას, ეგეთ რუტინებს და ეხა უცბად გარაფერში, ხო. თურმე, აი მაგ ის კომფორტი ზონიდან რომ გამოიგდებ თავს რა. ბიჭო ხო მერე ცოცხლდები, ხო? ეგ პონტია რა, ხანდახან ხელოვნურად უნდა გააკეთო, ეგ რო აი სადღაც ღრენში შედგა, რომ გაცოცხლდე და თავიდან ახალი გააკეთო რაღაცა. ერთული, ხო და მერე იყო ეს მომენტი, რომ იმის კი არ გვეშინიაო ვიღაც იძახდა ახლის კი არ გეშინიაო, რაც იცი იმის გაშვების გეშინიაო რა. და შენი ჩამოსვლა ნიშნავს afternoon version-ის revival-ს. ბევრ რამეს ნიშნავს, ამას დავდებ, თორე ძალიან ბევრი წკაპაცკუ. მე რას მივხვდი, იცი, მაგას კი არ ნიშნავს მარტო. მთელი ცხოვრება, რაც წავედი რა, ამ ქვეყნ 2001-ში წავედი, ხო? ყოველთვის ვცდილობდი იმის აღდგენას, რაც 90-იანებში აქ მქონდა. აი, რამდენად უცნაურად ეს არ უნდა ჟღერდეს? ზუსტად ხედავ და ხედავ მაგას სიაში. ხო, აი, ხო, გზნობ, რა. ხო და ეს იყო ერთი რაცაც აცნობიერებ და არის რაღაცები, რაც შინაგანად მუშაობს შენში და მე ხვდები, რომ თურმე ეს გამოძრავებს, ხო და ეგ რაღაცა მეძახდა ყოველთვის რა, ანუ აი, თუნდაც ახლა ეს სიტუაცია არის ის რასაც ვერაფრით იქ ვერ ვქმნიდი ამას. რანაირად შექმნიდი ხარ, რანაირად სადმა რა დრო უნდა დახარჯო ემიგრაციაში, რომ ვიღაცასთან კონდეს 20-30 წლიანი ისტორია. რაც თქვენთან მაქვს ახლა, ხო და მეგობრებთან, ხო და afternoon version-ი არის იმდენად ინტეგრალური ნაწილი, ფაქტიურად ეხლა ხვდები რომ afternoon version-ი იდეაა, რომელიც ჩემში ცხოვრობს რა და ჩემთან ერთად იცხოვრობს, სანამ მე ვიქნები. ფსიქოლოგიურად მივები მაგას რა და მაგან ჩამომქაჩე, იმიტომ რომ აი ზამთარში რო ვიყავი სახლში ჩემთან მოდიო ზური ჩადათო გოგანი მე ხო ის წინა წელს ლაივები გქონდა აი ეს რაღაცა taste ეს teaser-ი გაიჩინდა როგორც ვიცი ანუ წინა ბოლოს რაღაც reunion-ით რო გქონდათ ყველა ანთებული იყო რაღაცა პირველად, ხო? ანუ ეგ გაროზს არ მომხდარა, ხო? რაღაცა ვიღაცა არ მოდის თუ რაღაც. ის არ იქნება. ეგ იყო ყველაზე დიდი შიში რა. სხვათაშორის ეხა ქვემოთ ხო თქვი და გლასტონბური დამთავრდა რა და ბევრი 90-იანების ვიღაცა მაგალითად პალპი უცებ დაუკრეს და რაღაცა ინტერვიუ იყო რომ გვეშინოდა რომ რამდენად შევძლებთო ისევ კომუნიკაციას ერთმანეთთან და გასაოცრად თუ შევძელითო. იგივე მოხდა ჩვენ შემთხვევაში რა. პირველი ორი რეპეტიცია ცოტა უხერხული იყო, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად არ ვიცოდით რა, რა ხდება, ნიკა წერეთელმა რო კარი შემოაყო და ყველანი რო დავხვდით. აი სურეალიზმის პიკი იყო. ეგ არ ყოფილა ხო 90-იანების მე. არა, აი ყველანი ერთად რო ყოფილიყო, მთელი ლაინაპი არა რა, იმიტომ რომ ჩვენ რო ერთად უკრავდით, მაშინ არ იყო გოგა, თუ ნახევრად იყო, ნიკა არ იყო. ნიკა არაზოს არ იყო. ზოგჯერ ზურიჩა არ იყო და ჩვენ უკრავდით, მაგრამ რაღაცა ყოველთვის იყო რაღაცა ნაწილი აკლდა რა იმ ლეგოს რა. ხო და ეხა ყველაფერი ჩაჯდა. ხანდახან ზედმეტი იყო ხოლმე. ანუ მე მაგალითად ბრაშუაში ვიყავი. თუმცა ძალიან მაგარი დრო გავატარე, მაშინ აი მახსოვს
მაგარი კონცერტები თქვენ რა პერიოდში შეერთდით? 2014-ში. 14-ში უკრავდი მე 14-დან რაღაცამდე უკრავდი Afternoon Version-ში და მაგრა ვერთობოდი. შენ თქვი ჩემი ოცნება იყო, საერთოდ, Afternoon Version-ი ყოველთვის მევასებოდა, მაგაზეც მე დაუბრუნდები რა. მაგრამ ჩემი ოცნება იყო, რომ აი ბაზზე უკრავდე რამე კაი ბენჩი. და ეს რო არის შენი პასუხისგებლა. ხო ხტები, ფრონტმენი რო ხარ? უნდა იფიქრო ყველაფერზე, საერთოდ გამნათებელზე უნდა იფიქრო, ხტები? და ბასისტი რო ხარ, არაფერი არ მეკითხო. ლიზბი არ შეგეშალოს კარგი. ხო, მაგრამ მაგ პერიოდში ახალი გაკეთდა რამე? არა, Afternoon Version-ი იყო. ძველი ბენდის. ახალი რაღაცა გაკეთდა სხვათა შორის. კი, ნიკას თუ გახსოვს. ჩემთან მოხვდი სახლში, ჩემებთან. კი, მახსოვს. გამრეკელზე და მე გაჩვენე ახალი ტრეკი You Only Come to Me. რაღაცა და ნიკა ესე მიყურებს და ბიჭო ეს ხიტია, მოდი დაუკრათ. ეს გეუბნება. ეს მეუბნება. შენ ახლა რა შუაში ვიყავი ხო თქვი და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ესეთი კრიტიკული მომენტი იყო ამ ბენდის ისტორიაში რატო? იმიტომ რომ მე ვერ წარმომედგინა ამ პროექტის. ან პირველი რეუნიონი იყო? მაშინ იყო პირველი ბიძგი, პირველი ნაპერწკალი. ნიკა მოვიდა და ეს რომ ნახა შენ მაშინ რაღაცა პასიური პერიოდი ქონდა შენ მუსიკალური თვალსაზრისით და მოდი რომ ბასზე დაუკრავო და შევიკრიბოთ და რიფერი მაშინ მუშაობდა და ბევრი რაღაცები დაემთხვა მოკლედ. ხო და მაქინდან მოყოლებული ეს ინერცია დღემდე მოდის რა. მაგარი, ხო და Afternoon Version-ს უმიყვარდათ ხო რა, რო ამბობდი რა. კარგი, მე მახსოვს მარგარიტაზე, მე მგონი ყველა გადაცემაში ვლაპარაკობთ მარგარიტაზე, მე მგონი კი არა ესეა. არ არსებობს. მარგარიტაზე რომ მოგისმინეთ, ვერ ჩავწვდი. ანუ it was too much რა, კარჩე რა. მე რამოდენიმე წელიწადში რა მალევე ერთ წელიწადში უკვე together რო გამოვიდა together ჩამithრია და მე back catalog-ს მოусმინე რაღაცებს და მე გახდა ჩემთვის Afternoon Version თორე პირველად რა მეთქი ანუ ხდებოდი რომ ძალიან მაგრა უკრავთ და ძალიან ესეთი complicated მუსიკას მაგრამ უკრავთ ზუსტად შენი ყურისთვის ხა მადერებმა უფრო წაიღო ხო მადერის იყო რაღაცა truth to be said ეს ფრაზა ჩვენ მაგას ანუ ცოტა უფრო მონოტონურად აღიქმებოდა მას შენი ყურისთვის მონოტონურად არა ანუ არ იყო რთულადო აი თქვა და პესინგი როგორ აი რაღაცა ზუსტად აი კეჩი რო არა ყურისთვის იმას რა ჩვენ ვიყავით მაშინ ძალიან ახალი გამოჩეკილი აი მადარები გაცილებით უფრო დაალაგებული პროექტი იყო რა. მადარისთან უკვე ორი ალბომი ქონდა, ხტები და სიმღერები რაღაცა. კლად ნორჩები. ჩვენ მე ვარ მარგარიტაზე ვარ 20-ის 19-ის. ჩვენზე დიდი ხარ შეჭი. ხო, მე 5 წლის დიდი. თუ 5 ხო. ხო და მან ხა ზუსტად ბევრმა მუსიკოსმა ვერ გაიგო მუსიკალურად რა ხდებოდა, უფრო ექსპერიმენტის შეგრძნება ქონდა ყველაფერს. ვიდრე პროექტის, რა ჩამოყალიბებული ხო გამართული პროექტი ხო და მართალი ხო მე უფრო დავიხვეწეთ და ეს რაღაცა სინგლები რა დახვეწაზე არ იყო, ანუ მე მგონია რომ ეგ ჩემი ნაკლი იყო, იმიტომ რომ 15 წლის ვიყავი და Green Days და Sex Pistols უსმენდი, ანუ რა ის Afternoon Version. ხო, მართლა მაშინ ჩვენ გარეკილი. დისტორშენიან მუსიკას. ხო და ჩვენ ამ დისტორშენი თუ არ იყო, ჩემთვის ადამიანად არითულებოდა. და ჩვენ clean guitar-ებს. მაგრამ ამავდროულად მადერები მე ვასწავლე. მაგას გეუბნები ხო ამის ყური იმას იყო. ჩვენ ამ დროს რაღაცა Crimson-ს და რაღაცას უსმენთ. და მათემატიკას ვსწავლობთ და ზუსტად იმინა მათემატიკა იყო ცოტა ხო 7 წუთიანი ტრეკები რო გაქვს და შე რო გიხარია ძალიან ამის დაკვრა ხო ცოტა Pink Floyd-ის თავის დროზე უნდა მოგწონებოდა ალბათ რომ რაღაც მე არ მევასებოდა არასდროს ვიცი არც მე მაგრამ ნუ რაღაც ეგ კულტურა გექნებოდა თქო ან მეკეთი მუსიკის მოსმენის პროგ-როკის გავლენა იყო რეალურად ძალიან ძლიერი ჩვენც არ ვიცოდით რა უბრალოდ ეხლა ძალიან მაჰავიშნო ორკესტრას რო უსმენ King Crimson-ს და ამას მოყვა მე ბევრი სხვა. იცი რა იყო აი ნელ-ნელა მე Talking Heads-ი შემოგვიპარა. მე ელექტრონიკა ქნა დიდი გავლენა იქ Together რო ახსენე უკვე ეს Underworld-ის გავლენა არის. ხო, Massive Attack-ის და რაღაცა 90-იანებში ეს აღმოჩენები ნელ-ნელა. Together პირველი ისეთი სინგლი იყო თქვენი, რომ ანუ აი პოპი არ არის, მაგრამ ნუ უკვე შეხოსია რომ შენ მითხარი სახშიო რადიოში მოვისმენე. რადიოში იყო წვანე ტალღაზე თუ არ ვცდები, ღამე 11 საათ 11-დან 12-მდე ქართული მუსიკის საათი. ეგ ფესტივალის გადიოდა იწყებოდა Together. ხო, იწყებოდა ხოლმე და მახსოვს შენ მითხარი და ეს იყო ჩემთვის აი ესეთი კომპლიმენტი უკვე მე მეუბნები ამას, მაგრამ რომ მოვისმინეო
ვერ მივხვდიო როგორ გააკეთეთო ეს ტრეკიო რა რომ აი როგორც პროდიუსერი production-ი, ხო. ხა მაშინ ჯერ მე ტასკამზე მუშაობდი და რაღაც ანუ ჯერ კომპიუტერზე დაჟე პლეილისტში მეც მქონდა შენი კომპიუტერიდან წამოღებული პლეილისტი და ხო და ეგ იმის ბრალი იყო რომ ეს ეგეც ყველგან მოყოლილი ისტორია მაგრამ იმის ბოსის დრამ მაშინკა ვიყიდე დიმა დადიანისგან და აი პირველად რო აღმოაჩენ რომ პათერნი რა არის და რასად როგორ შეიძლება რომ დრამი ჩავანაცვლეთ უცებ ბიჭო რა ჭკვიანები ვიყავით ეხა რომ მომცე დრამაშინკა პროსტა შანსი არ არის რომ რამეში გავერკვი სიმღერებს ვაწყობდი ბიჭო როგორ ამხელა ეკრანი რო გაქვს და რაღაც ბევრ ღილაკს უნდა დააჭირო რომ მიიღო მარტივი რაღაცა ეუნები რამდენი ნაბიჯი გინდა და აქ რა უნაქნას და იქ რა და ამას თან იმას კი არ უკრავ მე მქონდა როგორ დამაშავე აპროგრამებდი რა ხო წერდი ამას ის ბაჯუსგან აყიციძე ხო თუ მანამდეც ხონდა მე და ბაჯუსგან აყიდის ეგეთები იყო რა აი ტასკამი რომელი წლის არის ტასკამი ალბათ 80-იანების ბოლო არის ვალერამ ჩამოიტანა ინგლისში 8 არხია ეს ტასკამი იყო ტელევიზიაში სადაც იყო სტუდია სადღაც დადა სერგი არ ვიცი ლადო ალბათ აი ერთი სასტავი იყო და წერდნენ ტელევიზორში რაღაც ოთახი ქონდა და ამაზე იწერებოდა ყველაფერი რა ხო და მეც ნამყოფი ვარ მანდ რა ხო და ხო ეს დღემდე მაქვს ეგ ნუ მოვიტანო რა სახში მაქვს ეგს გავარემონტე ეს დრამაშინკა 4 არხია და ბანე ისიც მოყევი რა ამ დრამაშინკაზე რომ კეივი ააწყა აუ ხო და აი მან არის ის ეგ ისტორია ეს ის და მე ეს რა მოხდა ხო რა მოყვა აი ეგ ის პერიოდია ინგლისის პერიოდი არა ეს 90-იანები ეს არის სადღაც 96 წელი შეიძლება ადრეული ჯერ და სახში აი ესე ვზივარ ნიკამ როგორც აღწერა და აი ამის მენიუალს კითხულობ რა ეხა ეგ რომ მითხრა მართლა აი შანსი არ არის რო მანუელს კითხულობ და ესე მე აქეთ რაღაცას ვაჭერ და მე მივყვები და ბოლოს მივედი იქამდე რომ რაღაცა ტრეკი ავაწყე რა მოკლედ ჩავწერე კასეტაზე პირდაპირ აი მაგნიტოფონს შეუერთე უკრიდან ჭულპანებით და ეს კასეტა მოხვდა რადიოში არ მახსოვს რომელი რადიო იყო არც მე რაღაცა ესეთი რადიო რა ერთ-ერთი FM-ი ხო ეხლა ნუ აი რა არაფერი მიხარო და ზოგჯერ თუ მოვისმენდი რადიოში ამას დადგა 96 წლის ბოლო დეკემბერია წერთ Champagne Golds ეს ნუ ის ტრეკია რომელიც აი რაღაცა ავტონოშოს რო იტყვენ Champagne და ვარც მელოდიაში რომელიც აღარ არსებობს ვაჟას ძეგლთან იყო მელოდია კორპუსია მან ეხლა კორპუსი მშვენი არის და ლამაზი მელოდია იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი კარგი მახსოვს შენ ხო გაქვს ალბომი რაღაცა თუ ჩვენ მოვასწრეთ აი გვაჯის ახლა აი ქართული ფილმის ხო არის თელი პავილიონები ეგეთი რაღაცა სისტემა იყო წარმოიდგინე ხეთ მუსიკოსი ვინც არის და აინტერესებს echo chamber-ი ქონდა რა ანუ echo აი ეს რო გაეკეთებინა ტუნელი გვირაბი იყო გათხრილი და შიგნით ხმა ისმოდა და იმას იწერდა გვირაბში ანუ სტუდიიდან გადიოდა დინამიკი ბოლოში იდგა მიკროფონი და ამ დინამიკში გადიოდა მიკროფონი იღებდა და უკან შემოდიოდა მერე კონსოლში ანუ როგორ მივიღოთ echo effect-ი რეალურად გვირაბი გავთხარ ხო და ხე კეივი რო თქვი რა კეივი იყო იქ მოკლედ ეს კეივი დატრიალდა რადიოში და ღამით ვიღაც აბრახუნებს ამ მელოდიაში და პერიოდი როგორც ერთი ნატურანტია გარეთ რაღაცა გენერატორზე ვზივარ და წერთ ამ ტრეკს რაღაცა ორი სესია გვაქვს აღებული თუ ერთი შემორბის დათო ევგენიძე და არ ვიცით ვინ არის კარგად რა იმიტომ რომ ეს პერიოდი არ არის რო ეხა რაღაც afternoon version-ი თქვენ ახართ აი ხა დათოს ენერგია მაშინ იყო არ ვიცი რა შევადარო აი რაღაცა ჯიმ კერი რო არის რა იმაში მასკაში ფილმში აი დაახობთ ეგეთი ეს რაღაცა შემოვარდა და გონია რომ უნდა გვეჭხუბოს რა ესო ეს ტრეკიო რა თქვენი სიმღერა მოვისმინეო რადიოშიო მივედიო მთელი კასტები წამოვიღო რაღაც კონკურსი არისო ხლაო რა ვიცით რა კონკურსიც არის და მინდა რომ იქ მონაწილეობა მიიღოთო ისეთი მაგარი ტრეკიო მე და ჩემო მეუღლემო რამდენჯერმე გადავახვიეთ ეხლა მგონია რომ გვეღადავება რა ეს იმიტომ რომ არის პოპულარული მუსიკის ფესტივალი სადაც არიან ყველა ნანი ბრეგო ყველაფერი ხდება იმ პერიოდის ხო ეხლა ვერ აგიხსნით შოკი სიცილი ერთდროულად ყველა რეაქცია გვაქვს და გონო ხვალ ჩემთან მოხვალ 4 საათზე და ვილაპარაკოთ ბიჭო არ ვიცი ეხლა დათოს რა ენერგია აქვს და რა უნარი ამ ავანტიურის თუ რაღაცა არ ვიცი რა მოკლედ მივედით 4 საათზე და გითხრა რომ ეგეთი რამე მე ვარ მომისმენიო თქვენ ექსპერიმენტატორები ვართ ხართო
ეხლა 19 წლის ბიჭებს რომ მაგას ეუბნები საქართველოს. მოკლედ მივედით იქამდე, რომ ამ ფესტივალზე კი არ გავედით მარტო. დათო გიხოთ თქვენ რომ გამოხვიდეთო ერთი ნომერი შეასრულოთო ეს კეივი ქართულად, რომელიც თვითონ მე ტექსტში დაგვეხმარა და შეორა. ნუ ეხლა ამაზე როგორ დავთანხმდით, იმიტომ რომ ფონოგრამა უნდა ყოფილიყო, ანუ მე უნდა მემღერა ეს უკან ჩაწერილი მოდის, აულაგდით სცენაზე, დაუკარით ეს, დაუკარით. ბიჭო, სადღაც პირველ არხზე არის მაგის ჩანაწერი, ალბათ რა. იმიტომ რომ მეორე დღეს ნაშუა დღეებში თუ რაღაცაში გაუშვი. ეგ შეიძლება მაგის მოქეკვა, არქივში წესით. აი ხო და მე ვარ აი როგორ პერიოდში სწავლობ და დედაჩემ ღამესად იყავი და მე ჩხუბნებ შობები და ამ დროს მოვედი სახლში. 3 ნომინაციაში დაგვასახელეს, 3-ვეში გავიმარჯვეთ. ატყდა სკანდალი, იმიტომ რომ პოპუარსკვლავები ვინც იქ იყვნენ ხგვარებს და სახელებს არ ვეტყვი. შეეხოთ. დათოს უთხრეს რომ ეს ხალხი, ეგ იყო ჟიურის თავმჯდომარე. ვინ არიანო საერთოდ რა? ანუ ყველამ არა, ვიღაცებს გაუსწორდათ, ხო და ბოლოს მოკლედ დათო გამოვიდა სცენაზე. ჩვენ ვზივართ თან გვიხარე, მაგრამ თან ძალიან დაბნეულები ვარ და დაასტრესე. მაგრა გვეშინი, წინ მადარები გვიზიან. მადარებმაც მოიგეს best dance act თუ რაღაც. მოკლედ გაწითლებულების ყველა დაბნეულების ხედავთ და დათო გამოვიდა და იძახის რომ ეხლა მე უნდა გრან-პრი უნდა გადავცეო იმ არტისტებსო, ვინცო ყველაზე ნოვატორული და ექსპერიმენტული არიანო და მომავალი არიანო ჩვენი ესტრადის. რაღაცა სპიჩი მოარტყა და ავთენონ შუადღის ვერსიად ვიყავით წარდგენილი. სახელი ხო მაგარი აბსტრაქტულია ისე. შუადღის. მოკლედ ავედით და გადმოგწეს რაღაცა გრან-პრი, რომელშიც იგულისხმობდა ფულადი პრემია. ხელფასი. და ამან მოახდინა ის ჩვენს რეალობაში რომ უცებ აი 0 ბიუჯეტის მქონე ბენდი რაღაცა ფული გვაქვს ხელში გვიჭირავს იმდენი რომ ნიკა წერეთელი მე წავიდა სპეციალური მისიით მოსკოვში და ჩამოიტანა მაშინ ითვლებოდა რომ აი რაღაცა კურსვაილი 2000 სინთეზატორი 16 არხიანი პოლიფონური სინთეზატორი რომელზეც ჩავწერე მთელი ალბომი რომელიც მე ვინილზე გამოიცა აი ნასწასთან რო ვახსენეთ დღეს CES-ში აი ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის ნაწილი ანუ ეხლა რო უცებ ამ ისტორიას შეხედო რა მოვლენებმა რა გამოიწვია აბა ვაფშე შევგენა რობოტის დიმა დადიანი მოდის ჩვენთან სარეპეტიციაში ხო არ გინდა სეკვენსერი ჩვენ ვაგროვებთ ფული დააკლდა $500 თუ ბევრი ფული იყო $500 გადაიხადა ან 300 ან 500 მაშინ ანუ თქვენ ბულიანი ბავშვები ყოფილ ბიჭო სახში თხოვნები და რაღაცეები მიდიოდა ხო და ამის მერე მოხდით აქ და ამან შექმნა რაღაცა პლატფორმა თუ რაღაცა რაზეც მე ვიდექი ძალიან დიდი ხანი და დღემდე ცოტა ხანი ცოტაც მაგაზე დგევარ საყოველობა ეგ არ ვიცოდი ბიჭო ხო და ეხა საიდან დავიწყეთ შენი კითხე რომ ესო ჩამოსვლის თემა რა ხო და ეს მუხტი რა ანუ იქიდან დამუხტული ვერსად ვერ აღვიდგინე ვერც ერთ ქვეყანაში ლონდონშიც ხო რაღაცები ვქენით მე მაგრა ვიეჭვიანე მე მოგიყვები თქვენ ლონდონის მე თქვენ ლონდონში იყავით მეგობრობაზე მაგრამ მე ვეჭვიანო მართლა აბანა მე მახსოვს იცი რა მე რო ჩამოდიოდი ხოლმე ლონდონიდან ერთხელ გავიჩითეთ ივერია რაც ეხლა რედისონი მაგის ქვეშ რაღაცა კლუბი იყო გახსოვს აურა იყო ადრეცაში მანდ გახსოვს მე და შე შევხვდით არა აურა არ იყო შეჩემა რაღაცა სუიჩი თუ რაღაცა ხო კი მახს ნაშჭაცი აი ყველანი ვიყავით რაღაცა ნიკა არისო აი არისო ხო ეს გვიან ჩამოვიდა როცა ჩამოვიდა 2009-ში თუ 10-ში და 11-ში ხო ანუ ეს შენ ალბათ ლონდონში ხარ ამ პერიოდში და მე დავარბი ვარ წინ და უკან და მე და შენ დავახლოვდით მაგ პერიოდში ხო და ეტყობა იმ შურმა იმუშავა და ბახალა მაგრა შემიყვარდა მახსოვს სახში წამომიყვანა მანქანით რაღაცა ძველი მანქანა ყავდა არ მახსოვს. ჯერ ამ კლუბის გარეთ ვისხეთ მანქანაში რაღაცებზე ვიბაზეთ, მაგრამ გამისწორდა. ინებდი ჩეჩემა დოხუია. მერე სახში მოვდივით რაღაცა ჩართული ქონდა და აი მოკლედ მან ძალიან კაი. შევდუღდით ცოტა არის. თურმე რატო ხედა? ო, ვეუნები ჯეჯემა მეთქი, რავი, მეთქი მართმევსი. დაკალს მართმევს. ბფფ-ს გარეთ. დედას ვისავა როგორ ვიყავით ადრე ისი? აი დილით რო ვიღვიძებდი, ანუ დასწრებაზე ვურს, აი რო ვიღვიძებდი პირველი, ანუ აი
სანამ შევიდოდი ტუალეტში ან რაღაცა ურეკავდი რა შვევი. ხო? და შეიძლება არ შევხვედრილიყავით იმ დღეს, მაგრამ ნუ აი ერთმანეთს უიასნებდით, რომ ანუ რას აპირებ, ხო, ანუ დღის გეგმას ერთმანეთს უყვებოდით, всё, ну, ясნი რაღაც ვიკვეთებოდით. აუ, ხო. სინამდვილეში იცი რამდენს ბაზრობდი ჩენზე ლონდონში. ვიცი, ხვდები, გზნობდი. ანუ მე ვაყოლებდი ნიკას შენზე, იმიტომ რომ ჩემთვის იყავი რაღაცა მითოლოგიური არსება რა. მითოლოგიური ცხოველი. აი რაღაცა ფასკუნჩსა და მინდა ფასკუნჯივე. ის გადაცემა რომ იყავდა როგორ იყო ქართულად? რამე თუნდაც უკვე რამე შენ მაჩვენე რაღაც ვიდეოები, ამას რო თავზე პირსახოცი თუ რაღაცა რო ის ვიდეოა შეჭება მილოლიტების. ეგრე გადაცემა მიყავს. ეგრე მიყავს ერთი გადაცემა. მართლა შეჭი, აი ის არქივი ისე, აი ჩასაგდები არის თავის პოზირების ჩვენებების და მე ნიკა მანახა მთელი ეს ლოლიტების პერიოდის ეს კლიპები, შენი არ ვიცი რა ქვია. ჩემთვის აღიქმებოდა პროდიჯიში რო ფლინტი მიყავდა რა ეს რაღაცა ბიჭო, ეხა იმ დღეს უყურებდი რაღაც პეპერს ის რო არის რა ქვია Love Death and Robots-ში არის თავიდან წყო პეპერსების მესამე და ეხა გამახსენდა ჩემზე მოშნა თავის პლასტიკით და ყველაფრით და даже იმ ტრეკიც მაქიდან მოდის ჩემში რა მაქიდან კიდისიდან შეჭი. ხო? კი ძა. ხო, ისეთი პეპერს ფიზიკურიან პლასტიკიან ყველაფრიან ანუ ბიჭო ხო და საიდან დავიწყო და სადამდე წავედით ხო და მოკლედ კარგია რომ აქ ვარ რა მე მიხარია. რა დათმეო შენგონები რა დათმე. რა დათმე ხო? აი ეგ პრაგმატიკაც გავიარე სანამ წამოვედი რა ანუ არაფერი ანუ მატერიალური არაფერი და სულიერს რაც შეეხება ყველაფერი აქ არის. всё, აბსოლუტურად ყველაფერი აქ. მაშინ всё. ანუ ბიზნესი მე იქ არ დამიტოვებია, სახლი და კარიერა. მე შენ გეტყვი შენ რო 2 წელი ქონდა აქ და რო ვერ მოერგე და წახვედი, მე მახსოვს რაღაც პერიოდულად ხო ვიკვეთებოდით რა და მაშინ მეც მაგრა ვსვავდი და მგონი შენც მაგარი აგულავებული იყავი და ანუ არასწორად ანუ არ გამოგიყენებია აქაური პოტენციალი. გართობა საყევი აქაურობის გაცნობაში ჩახვედი. ეს არის პერიოდი, რომ კაფე გალერი მოიხოდა, მტკვარი გაიხსნა მერე და მე ამ ჩემი DJ background-ით ჩავერჭე ამაში და ამას ცხოვრობდი. აი მაგ ჩამოსვლაზე მახსოვს კაკრას ორივე მაგარ პახმელიაზე ვიყავით და გვაჯისთან წავედით და გოგა თუ შეიძლება You Only Come to Me აკუსტიკური ვერსია რო ჩავწერეთ ძალიან მაგარი მაგარ პახმელი აინა ვიბრიდებოდით და ძალიან მაგარი მე რო ტომ ჰარდის ბეინი ვარ რო ტომ მიკროფონი მაქვს იცი როგორ პახმელიაზე თან ვიძახი ჩანაწერში რა აუ ამას პახმელიაზე რა იმღერებს You only come to me in my sleep In those empty lines the hope is the only rope I only see your face in my sleep And I fight with your shadows I'm in need of your shadows And I fight for your shadows I seek for your shadows, baby I seek for your shadows 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 მოკლედ, ეხა ამ პერიოდში ბევრი რაღაცის რეალიზება მოხდა და დანახვა ჩემი გადამოსახედიდან. 2024-ში დავიწყე ფსიქოთერაპიის კონკრეტული მიდგომის სწავლა. ეს არის გაბორ მატეს Compassionate Inquiry, რა. და ეხლა რამ გამოიწვიეს ყველაფერი, რა, ნახე ფილმი, რომელსაც ყველას ურჩევ რომ ნახოს, ეს არის Wisdom of Trauma, რა, რომელიც არის ამ მიდგომაზე. მაგრამ თავარი რა არის ხამ ყველაფერში რომ მუსიკა როგორ შემოდის ამ სიტუაციაში და საერთოდ რა როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში კონკრეტულად და მე რასაც ვაკვირდები ძირითადად ყველა მუსიკოსის ცხოვრებაში რა და როგორ ხდება იმის განსწავლა რაც ბავშვობაში შემოგვესწავლა ჩვენს თავზე აი ვალიდაცია ახსენა შენ წეგან მოკლედ ორ რაღაცაზე დგას ჩვენი ფსიქიკა ჯანმრთელობა ფსიქიკის რა ავთენტურობაზე შენი თავის ავთენტურ ნაწილზე და კავშირზე სხვა ადამიანებთან. ბავშვობის პერიოდში ასეთი თეორია არსებობს, რომ
როდესაც ბავშვს უწევს აი ამ რაღაცა შორის არჩევა, იწყება პრობლემები. ანუ რასაც ეძახიან childhood traumas რა. ყველა ვარიანტში გიწევს არჩევა, იმიტომ რომ უნდა მოერგო რაღაცა სოციუმში. გაგახარა ღმერთმა. აი ვიღარ მაგალითისთვის რო ავიღოთ, რაღაცნაირად იქცევი, გარკვეული ქცევა, რაღა გიყალიბდება ქცევა. აი ხო ესე მეშიკ ნიბალო, აი ხო რაღაცას შობლისუნჯობ, ნო რა. და შობლის ჩარევა მაგ და შობელი მოდის, შობელი, მასწავლებელი, სოციუმი, მეზობელი. მეგობარი ყველა ხო. ხო და გეუბნება რომ ნიკა ესე არ გააკეთო ეხლა თორე გავგიჟდები ეს თავს მიგასხმიებ თავს კედელაზე გურია შევიციან შენ გიჩნდება პატარა ხო 7 წლის ნიკამ არიცის ეს რეალური მუქა რა არის თუ რა არის ხედავს რომ ვიღაცა ვინც ძალიან ახლოს არის მასთან ის დამოკიდებული ხარ შენ მასზე და არჩევანს აკეთებ არჩევანი გიწევს რომ ესე თუ გავაგზელე ეს აღარ გაგრძელდება ზოგადად და რაღაცა ამ დედას არ გაუტეხო ან ბუნებრივი არ ვიყოთ იწყებ ამის დათრგუნვას და ნელ-ნელა იცვლები პიროვნულად და მე თინეიჯერობის პერიოდში და შუა ასაკის კრიზისებს და რაღაცებს ვიძახით. აი ეს არასწორად დასწავლილი ვალიდაციის სურვილი გარედან რომ people pleasing რასაც უძახილაც მე დიდათა ბევრს გვაქვს ეს. კი. ეს ყველაფერი აღარ მუშაობს. ინგლისურად თქვა doesn't serve you anymore. რა, ანუ არ არის ჯანსაღი პათერნები, რა არის ჯანსაღი მიდგომები და თან გიმძაფრდება შეჩემო. და მე overthinking-ში გადაგდის. პირადი ურთიერთობები არის ამის ყველაზე უფრო მძაფრი გამოხატულება. ეხლა რაც შეეხება მუსიკის ნაწილს ამ ყველაფერში, ხო? ჩემთვის მუსიკა იყო გადარჩენის საშუალება, რა, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ შენთვის. პატარა ასაკიდან. მაგაზე ჩვენ გვილაპარაკია, რომ რაღაცა სამყაროს ვიქმნიდით. რეალობას ვქმნიდით. დღემდე ამას ვაკეთებ, სადაც ყველაფერი ჰარმონიულია, სადაც შენ თავს ხედავ. ანუ ყველა ცოცხალ ორგანიზმს და განსაკუთრებით ადამიანს ჭირდება რომ ხედავდნენ. ჭირდებოდეთ და უყვარდეთ. ხო და მოკლედ, აი ეს თემა შემოვიდა ხა ისე მძაფრად ჩემთვის რომ ყველა წერტილი როგორც იძახიან შეერთდა რა, ანუ უცებ მივხვდი რატო ვაკეთებდი ამდენი ხანი მუსიკას. მერე უცებ დავინახეთ ჩემი თავი ის რაც ვისწავლე მედიცინა ძალიან დიდ ხანს რაში არაფერში ვერ გამოვიყენე და ეგეც ძალიან დიდი კომპლექსივით მეკიდა. უცებ აღმოჩნდა რომ ეს შემიძლია გამოვიყენო იმისთვის რომ ფსიქოთერაპიაში წავიდე. ეს ორი რაღაცა დავასინთეზო და არსებობს მუსიკოთერაპია. ეს არის ოფიციალურად აღიარებული ფსიქოთერაპიის მიდგომა. რომელსაც შეგიძლია საავადმყოფოს როგორ მუშაობს ტექნიკურად როგორ მუშაობს ხო ეს ხოთი ბერკლიში ასწავლიან მუსიკოთერაპიას იწყება foundation კურსი ანუ ეს sound healing-ი არ არის სხვა რაღაცა ხო აი განსხვავებული მაგრამ მაგ ეგეც შედის ალბათ ეგეც მაგის ნაწილი არის მაგრამ მუსიკოთერაპია არის უკვე ესეთი სტრუქტურირებული დისციპლინა რომელსაც კლინიკური ფსიქოთერაპია აღიარებს როგორც მის ნაწილს როგორ მუშაობს და არის სხვადასხვა დონეები რასაც ახვიდე ანუ ბაკალავრით წვა მასტერის კლასიკური მიდგომა მაგრამ რეალურად რო წავიკითხე რისგან შედგება მუსიკოთერაპია ეს არის ყველა ის ფორმა რასაც ჩვენ გაუცნობელობთ ვაკეთებთ ანუ ვიწყებთ მუსიკის მოსმენით მუსიკაზე ლაპარაკით მუსიკის თეორიის სწავლით თუ გინდა ღრმად წახვიდე ინსტრუმენტის სწავლით და ბოლოს მიდიხარებთ რომ მუსიკის კეთებით. ანუ გაკეთებული გვაქვს, კაროჩი. კონცენტრაციის გადართვა, ძირითადად ამბავი. წარმოიდგინე შენ როცა მუშაობ აუტისტ ადამიანთან, ან ადამიანს რომელსაც ბიპოლარია, რაღაცა, აი გარკვეული მიდგომები არსებობს, როგორ მიიყვანო ეს ადამიანი იქამდე რომ მარტო შეძლოს მუსიკასთან ურთიერთობა. რეალურად თვით ექსპრესიის პრობლემა აქვს ბევრ ადამიანს, იმიტომ რომ რატო იბახამწეგან თქვა, ეს ვალიდაციის ძებნაო, ხო? მუსიკა მუდმივად გაძლევს ამ ვალიდაციას. შენ თუ ისწავლე მასთან ურთიერთობა, ანუ პირველ რიგში რაც აი წეღანას თქვი ძალიან მნიშვნელოვანი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვიღაცას მოწონს თუ არა. აი ეგ ხო სწორი მიდგომა აი ეგ არის რა. შენიდანაც ამოწ კულტუონეგუც აქვს ნათქვამი. შენ და მე რაღაც პონჩ შენ თუ გისწორდება, თუ ნახდათ გევასება და ნამდვილმა შენ გააკეთე, ყველას გაუსწორდება რაღაც პონჩი. აბსოლუტურად აი ავთენტურობამდე მიდის, უყურე? ანუ მუსიკასთან მიდგომა მუსიკოთერაპიული პროცესი იქნება მაგალითად რომ შენში აღძრული ემოცია როდესაც მუსიკალურ ფორმას იღებს ამის ვალიდაციას აკეთებ მარტო შენ თუ ეს არის ავთენტური შენ აღარ გჭირდება არავისგან მერე ხელის ჩამორთმევა კარგია თუ ვიღაცამაც იგრძნო ეს იმიტომ რომ დასწრო მაგრამ ეგ არ უნდა იყოს ფაქტორი ხები ანუ საერთოდ თვითყოფადი უნდა იყოს რა ანუ გარე ფაქტორი არ უნდა წვიდეს შენ ემოციურ ფონს რეალურად აბსოლუტურად შენ თუ გინდა ინდივიდად განვითარდე შეჩემა სოციუმს არ უნდა მოერგო ანუ შენი უნდა გააკეთო რეალურად რასაც ანუ შენი ავთენტური ნაწილი უნდა გამოწიო წინ და ეგ იძლევა იმ დამაჯერებლობას რაც მე სოციუმს უსწორდება რასაც ეხა ვაკეთებთ რეალურად იმიტომ რომ ეს ეხა ძალიან ისეთი რაღაცაა ხო ანუ აქ არ თამაშ არც ერთ პოდკასტში არ მითამაშია ეხა რა აი ხა ისე გეუბნები ძალიან ყლე მაგალითი მომყვა არ ვიცი რამდენად ის არის მაგრამ აი იმ პერიოდში
ჩვენ რო ჩვენ სამყაროს ვიქმნიდით და იმ სამყაროთი ვიკვებებოდით და პარალელ რეჟიმში სოციუმი იყო საერთოდ სხვა მენტალობის და იქ ბულინგდებოდით რომ ეგეთებივე არ ვიყავით და გვიწევდა მაგაზე ფიქრი რომ ცოტათი იქ რო გავდივარ თითქოს ეგეთივე მაგრამ სადღაც პატარა ასაკშივე მივხვდით რომ ეგ ვაფშე ყლეზე დავიკიდოთ რა არ გვინდა ამათგან ვალიდაცია თუ რაც და ანუ ამათ თვალში კარგად გამოჩინა და ყლეზე დავკიდეთ და ბოლომდე ჩავერთეთ ჩვენ სამყაროში. როგორც კი ეგ გავაკეთეთ და ეს კომპლექსი გავიქრა რომ ჩვენ ისეთებიც ვიყოთ თუ ასეთების და ისეთობა რომ ყლეზე დავკიდეთ, აქ გავხდით მეფეები რაღაც პონჩი რა, ანუ იმიტომ რომ ნამდვილები გავხდით, ანუ ვაფშე გათვალისწინება აღარ ქონა ამ დანარჩენი სოციუმის და ისინი გავხდით ვინც მართლა ვიყავით. მე შენ გეტყვი ერთ რაღაცას რა, არ შეიძლება მაშინ არ ვიყავით ბოლომდე ავთენტურები, იმიტომ რომ ეხლა ბიჭო მაშინ ბევრ გავლენა ქონა პროსტა კულტურული გავლენებიც ქონა მარტო ის არ რაღაც გარემოსი აქ ლოკალური ყლემენტალური ხო მაგრამ ნახე აი ეხლა საყურიანი ტიპი ვარ ხა შევიჭერი მაგრამ გზელთმიანი და სოფელში ცხოვრობ და ლოკალებს რო ვეურთიერთები ვაფშე საერთოდ ვერ გძნობ რომ რამე ესნიტო ტიპია და სტრანი ტიპია იმიტომ რომ ის როგორ ველაპარაკები ანუ რამ ნაგლად და რამე კი არა ანუ პირიქით რა ანუ ყარი ვარ რა იმას არანაირი ეჭვი არ უჩდება რაღაცა მაგრამ ადრე უჩნდებოდა აი ხა არ ვიცი მე თვითონ და მაგიტო წამოვჭერი ეგ თემა ადრე ეჭვი უჩნდებოდათ არა ეხა ნახე იმიტომ რომ რამდენად ნაღდი ვიყავი მაშინ არა ნახე ეხა მე რა პერიოდზეც გიყვები ზნობენ ადამიანები ყოველთვის მე რა პერიოდზე წყვები ეხა რომ ჩვენ სამყაროში ან ბოლომდე შევედით ხო მაგ კიდე მეორე პრობლემა ქონდა ჩვენი თავის დამკვიდრების ნაწილის ჯერ რაც გასავლელი იყო და ამიტომ ავთენტურობას შეიძლება ეს გზა თავის დამკვიდრების გზას ავთენტურობის პრობლემა ანუ წინააღმდეგობაში მოსულიყო იმიტომ რომ გინდა არ გინდა მაინც ვიღაცის თვალში კარგად გამოჩენა გჭირდებოდა. ეხა აღარ გჭირდება ყლეზე კიდიაში. ჩემ ეხა მიხვედი იქამდე თავის დამკვიდრებული გაქვს. უკვე ვალიდაციაც გაქვს, ყველაფერი გაქვს და ეხა ხარ ის რაც გინდოდა სულ რო ყოფილიყავი, ანუ მოშვებული კომფორტ შენ მეტნაკლებად კომფორტულ მდგომარეობაში. მეც გეტყვი რომ ვერ წარმომედგინა თუ ესე შეიძლება და ყოფნა. ხო და მე მეგონა რომ ეგრე იყო და ეხა კიდე ხვდები რომ ჯერ კიდე ბევრი არის. ხო და ორე ძალიან დიდი იმედი მაქვს. ანუ ეგ არის ტელეკომპანია. კიდე ბევრი სამუშაო. მე ძალიან დიდი ხანი დამჭირდა ჩვენ აი სირკუს მირკუსის პერიოდში გახსოვს რამდენჯერ ვიმსჯელეთ, არ გვიკამათია, ამაზე მსჯელობდით. გავაკეთოთ ის რაც ხალხს უნდა რომ მიიღოს გახსოვს მე რომ ჭედავდი რომ ქართულად თუ არ ვიმღეროთ რატო არა აქვს უფრო მეტი ნახვა აი რა ხდება ამაზე დიდი ხანი დამჭირდა რა ამის გადალახვა სხვათა შორის და ყველაზე ცუდს მაშინ აკეთებ როდესაც ცდილობ რომ ვიღაცას მოარგო და ისე კстати რას ფიქრობ ახლა მაგაზე ანუ ინგლისურად სიმღერა ქართულად სიმღერა ანუ ხანდახან შემომდის ბოდიში დავასრულე შემომდის ეს ბაქტერია რომელიც მეუბნება რომ ანუ გიჟი ხარ ინგლისურად რატომ ღერი საქართველოს ხარ ანუ რა ხო და საინტერესო ფენომენია ეგ საერთოდ რატომ ღეროდით და ღერი ვართ ინგლისურად რა ხდება მანდ ხო ანუ ბუნებრივია ამას ვიძახდით ხოლმე ყოველთვის კიდე მე მანდ გავიზარდე ჩემთვის ეგ იყო ანუ მანდ გავიზარდე ხარ ინგლისში სწავლობდი რაღაცა პერიოდი თინეიჯერობაში უხერხულად გსტობდი ქართულად რომ ღეროდით აო კი მაგიტომ არ უღეროდა არც მიცდი არა იცი რა მე არ მიცდია საერთოდ ხო მაგრამ ის ხო ქონდა აი ისე შენი ამ ხანაგი ეგ უკვე იცი რა იყო მამაჩემი სიმღერა იყო რომელიც უკვე სრული სიმღერა არის და იცი როგორ იმღერა ანუ დასაწერი არ გაქვს ცოტა ხარ გიტყდებოდა ქართულად სიმღერა იმიტომ რომ მე მქონდა ეგ კომპლექსი რა აი მაქსიმღერაზე სიროგზე არ მქონია მაგრამ შენი რო ყოფილიყო ეგ გიტყდებოდა აი ხა ნახე რა მოხდა სიმღერა დავწერე ვაფშე საოცარი ისტორია ვერჯერ მაქვს ნალაპარაკები რომ აი ეს სიმღერები რომ მოდის ხო იცი 5 წუთში რო იცი ზადროა ხო ჩემი დაბადების დღე იყო რა შენ მითხარი ეგ მოგიყევი ხო იცი შე რამოდენიმე დღეს აი ჩემი დაბადების დღე რო დილით გავიღვიძე ალისამ და ლიკამ მომიდლოცეს დაბადებას და ამოვედი სტუდიაში დავჯექი და ვცდილობ ყველაფერი გაცნობიერებულად გავაკეთო რა და ადრე ეგენი მემართებოდა ქაოტურად რა და ავიღე გიტარა რა და ბიჭო აი მესმის რომ რა ნოტი უნდა ავიღო ზუსტად ვიცი რა ზუსტად ვიცი შემდეგი რა აკორდი უნდა იყოს და ზუსტად ვიცი ყველაფერი და ზუსტად ვიცი როგორი მისამღერი უნდა კონდეს და რა მელოდია უნდა კონდეს შენ თქვი რომ ვიღაცა მოვიდა და ვიღაცა მოდიოდა და აი ესე მეუბნებოდი რომ ეხა ესე ქენი და აი თან მეჩქარებოდა სადღაც ხო კი არხია ოღონდ იმხელა ენერგია შემოვიდა იმიტომ რომ მიერთდი იმხელა ენერგია შემოვიდა 10 წუთში ეს ხო ჩავწერე ხო ჯერ ხო დავწერე და ჩავწერე ნუ ისე რა აღვბეჭდე მეჩქარებოდა სახლიდან გავედი
და კიდე არ გაჩერდა კარში და ვიწერდი ვოისებს რომ ეგ ბოლოს აუტრო ესეთი ღეროდი რაღაცა და მთელი გზა ლოცვა დამჭირდა რომ დამშვიდებულიყავი ანუ ვეღარ დავწყნარდი კი ანუ აი ეხა ბოლო ტრეკი რაც დავდეთ ინგლისურად არის დაახლოებით ეგ სიტუაცია იყო ქუჩაში მოვდიოდი და რაღაცა იქიდან მაწერინებდა მელოდია ხო რაღაცა ხო და რატო ვთქვი ეხლა და ეს სიმღერა ანუ ეგეც ხო ესეთი რაღაცა იმინა მოვიდა რომ დაგინებულია რომ ქართულად უნდა იყოს ანუ ტექსტი არ დაგიწერია არა რაღაც ფრაზები მაგრამ ნუ აი შანსი არ არის რა ქართული სიმღერაა რა და კარჩა ანუ ცოტა ისევა რა ეხლა ხვდები რომ რა ვქნა ანუ მე გამოვცე სოლო პროექტით ცოტა რაღაცა ნიკა კოჩაროვი რაღაცა კი გამომიცია ეს სიმღერები მაგრამ ნუ ვიღაცასთან გინდა ხთა კარჩ გადავწყვიტე რომ კაზის არის ეს სიმღერა რა cool თუ ნახოთ აი ხო ვართ პროცესში გავუგზავნე გამოვა არ გამოვა არ გამოვა ნახოთ რა თუ არა და ამ სიმღერას არ დავკარგავ იმიტომ რომ ესეთი საჩუქარი გარჩე რა ანუ არ მოსულა რომ გაფანტო რა just to echo what you're saying ანუ მე მგონია რომ ერთ-ერთი კომპლექსის ბრალი იყო ჩემ შემთხვევაში ქართულად არ წერა, იმიტომ რომ ბევრ იმას ვიგონებდი მიზეს, რატო ვიღაცა რომ მკითხავ და აი რაღაცა ინგლისური ჟღერს და ეს არ ჟღერს და რაღაცებს ვიზახი ხოლმე რა. თან ხო ინგლისურად რომ ღერი ხარ რაღაცა პრესტიჟული მომენტი არის, მაგრამ თან უფრო ადვილი. სანამ წავედი ახლა ბარსელონაში ბოლოს რა, დათო მოვიდა თოიძე ჩემთან და ესე რაღაცა გადმოვალაგა, რაღაცა უმაგრესი აკორდები რა. დათოს აქ ეს მოვლენა რომ რაღაცებს არ წერს თან სახლში რა, გიკრავს. ტელეფონში რო გიკრავენ, ხო იცი რა, არა ეგ ვარძია. ჩაწერ ბიჭო, არა მახსოვს რა, ამას სოლო უკრავ, მეთქი რავე არ მოკვდე რაღაცა არ დაგემართოს. მოკლედ ჩავწერეთ ეს რა. სახლიდან ყველა რო წავიდა, დავჯექი და ქართულად დავწერე 4 კუპლეტი. ვაუ. და დიდი ხანი არავის არ ვაჩვენებდი რა. იმიტომ რომ ისე მაინც იმ ბაქტერიო თუ რა თქვი? ბაქტერიოფაგმა ამოყონდა და სტეპინგი გაიარა სამაგიეროდ. ხო და ზურიჩაი რო იყო ხა ჩამოსული ჩაურთე. რაც დათოს არ ვაჩვენე თავისივე სიმღერის ტექსტი. და ვოკალი? ხო, ვოკალიან ყველაფრენ და არის თავიდან ბოლო. საინტერესოა. ზურიჩას ის და მგონია რომ აი ხა ზურიჩა ხომ ეს ხო იცი final checks რო აკეთებ. ზურიჩა ძალიან მაგარი პროდიუსერი ყავთ რომ ანუ bullshit-ს არ ატარებს რა. ხო, აი ეგ მომენტი ხო იცი? ტიპი არ ვიცი ხა მე თვითონ იტყვის ახტკინდა რა მაგარია ეს რა კიდე უფრო მეტი უნდა იყოს და რაღაცეები და მანდ მივხვდი რომ ავთენტურობა რა ანუ თუ შეგიძლია მაგარხზე დაჯდომა და აი ეს რაღაცა რომ მოდის ეგ სხვათა შორის ცალკე თქვა იმან რა ქვია ნილ იანგმა ტომ იორკმა მეო დარწმუნებული ჰაერში არისო ეს იდეებიო რა და თუ სწორ მდგომარეობაში ხარო ზუსტად attuned თუ ხარ ანუ აი როგორც რადიო იჭერ რა ანუ ყველასთვის available არის გასიგიჟია რა ანუ მე დარწმუნებული ვარ რომ არსებული სიმღერა ჩამოხსენი საიდან დაუნლოუდი გავუკეთე ხო ეგ არის ხო ეგ არის მთელი ამბავი მაგარხის დამასაჟირება თუ რა ქვია მაგ უნარის რომ ეგ გახსნილი ხშირად ქონდეს რა და მე ხო ცვეჩი თუ ეგეთია ეგეთ კავშირში თუ იბადება ნაღდი არის რა და ამ დროს ძალდატანები და იქ რაღაცას მიაწეპებ იმას ამას ეგ უკვე რაღაცა ცოტა ხო ცალკე ხელოვნებაა რომელიც სკილი არის და აი მე გავაკეთებია ეგეთი ხო აი იგივე ბიშკეკი რო გავაკეთეთ იმინა ვიმუშავეთ ბიშკეკზე კაროჩე რა თუმცა რაღაც ნაწილები აი თავისით მოდიოდა თუმცა მინდა გითხრა რომ ძალიან წყალივით მოდიოდა ბაკლის ქონდა ეგ არხი სულ გახსნილი ბაკლის რა ბიჭო ბაკლი დიდი სონგრაიტერი არის ხო ჩემი აზრით რა რავი მუსიკალურად ჩემთვის გამოსავალ ძალიან მაგარი მუსიკოსია მაგრამ სიმღერების წერაში უჭირს ანუ ნახე ტიპმა რაღაც 27 წლის ასაკში გამოცა პირველი ალბომი მაქიდან ნახევარი არის ქავერები იქიდან ნახევარი არის ვიღატიფთან ერთად დაწერილი გიტარისტთან და ეს ყველაფერი არის მთელი ცხოვრების ნაგროვები და მეორე ალბომის ჩაწერა რო დააპირა საშინელი სიმღერები არის ჩაუვარდა და არის მოსაზრება რომ მაგის გამოც მოკვდა რა იმ დინარეში მაგითო შეწურა რომ აი second album კომპლექსი ხო არსებობს მეორე დააპირა დინარეში შეწურა და ვერ შეწურა შემაცვეჩი პირველი ისეთია მაგრამ ნიკას უნდა დავეთანხმო იმიტომ რომ ეგ ბაკლის და მამამისის ბიოგრაფია წავიკითხე ერთი წიგნია იგივე სირთულის იყო შეჩი მამამისი მაგასაკში გარდაიცვალა სონგრაითერობის თვალსაზრისით გაცილებით უფრო მაგარი შემსრულებელი არის და ინტერპრეტატორი ვიდრე ავტორი.
თუმცაღა ეხა ეს So Real მაგალითად co-ავტორი არის ის გიტარისტის არის რა, უფრო გიტარისტ, ხო? ხო, რეალურად ეგ არის, მაგრამ ნუ ეხა მარტო მაგის გამო არ შეცურა მიმდინარეში ალბათ სხვა რაღაც მიზეზებიც არის. ისე ჯამძიმი ასაკ იყო წეგან ბაზრობდით მე და შენ მაგასაკში გადარჩენა, ანუ ისე ოღონდ ადრე ჩვენ ბავშვობაში 11-ის დაიბრი. 11-ის? ხო. მაინც midlife crisis. მე ვიცოდი რომ სადღაც მაგ პერიოდში. აი, 30 ეხა აი ამ გადმოსახედით 31 წლის არის ბავშვი. არა, ბავშვი არის ერთი, მაგრამ კრიზისია თქო, სადღაც 22-დან 7-8-მდე. ანუ კრიზისია რა, ფსიქიკური გარდეხის პერიოდი არის. ანუ ყველა გავდივართ მაგას. ვინ რთულად, ვინ ჩვენ გავიარეთ რთულად, იმიტომ რომ ის დაემთხვა ჯანკობის ხანა და ვიღაცებმა ბევრად მარტივად. პროსტა ეხა ცოდნა გაჩნდა მაგისი, რომ ეგ კრიზისი არსებობს და არა ის რომ ვაიმე რო არ ვიცოდით რატო ვიყავით ესე. პროსტა ჩვენ კიდე გთრგუნავდა ის ნაწილი, რომ ჩვენი ყველა კუმირი მაგასაკში დაიბრიდა და განცდა ქონდა, რომ ჩვენ სადღაცას მაგ შეიძლება რომანტიზირებული ხო, ფაქტაუნები. და არა ის რომ მენტალური გარდატეხა არის შეჭი. ანუ როგორი მნიშვნელოვანი გეგონა თავი, ჩემ თავზე ვამბობ, რომ მეგონა რომ 27 წლის შეიძლება მოგდით. ხო, ნუ რა. ვის რაში ჭირდები? ხო, მაგრამ შიშიც იყო მაგის. ნილ იანგმა აი პატარა ინტერვიუს ნაწყვეტი ვნახე მაგაზე, რომ აი როკ ენ როლიო რა, აი ეგ ფორმატი არის, რომ აფეთქდე და დაიწვაო რა და ჯიმი ჰენდრიქსები მოგონილია. და არისო მარტო არის მუსიკაო რა, რომელიც შეგვიძლია მთელი ცხოვრება აკეთო რა. ანუ თვითონ ლაპარაკობს ამას 75 წლის ასაკში რა. მეც მან დავარ. ანუ არ არის საჭირო აფეთქებები და დაწვევი, მაგრამ ნუ იქ ესეთი რაღაცა გარემო, რავი, ბევრი რაღაცა ფაქტორები არის, ხო? მან რაც ხდება ამ რომანტიზირება, ამ ეს ტრაგიკულობის. ყველაფერი დაემართა მოუმზადებელ არასტაბილურ ბავშვებს. გასთარდნენ. Amy Winehouse. გასთარდნენ ბავშვები, რომლებიც, ანუ პირველი თავის, აი კობეინის პირველი ბენდი იყო Nirvana, რომელიც გახდა სოფლიოში ყველაზე დიდი. ძალიან ჩქარა. ძალიან ბევრი მიიღეს და თან ანუ დაზიანებულები იყვნენ იმით ნარკოტიკებით და რაღაცეებით და მეგეც რომ არ ყოფილიყო მაგისთვის ვერ მოემზადები, ანუ შანსი არ არის რომ მოემზადო, რომ სოფლიო დონის ხო, მაგრამ ვიღაცა უილიამსის ფილმი ნახე ფილმის და დოკუმენტურის და ძალიან დოკუმენტური უფრო მომეწონა. შიმპანზე რო თამაშო. კლასიკ დოკუმენტური უფრო მომეწონა. დოკუმენტური უფრო მომეწონა. ნახე Netflix-ის. დოკუმენტური არ მინახავს. ძალიან კარგია. თვითონ ყვება ამას აი პირდაპირ ესე წამოწოლილია ტრუსიკში ლოგინზე წევს და ბოდიში. რომანტიზმი რას ყვება შეჭი. ჰა? თავის ცხოვრებაზე. იმ ფილმში ძალიან ზუსტად არის ახლა, აი როგორ ზუსტად არის, იცი დაჭერილი ეს რაც მოყვანი კამ ეხა. ანუ ეხა დღემდე იძახის ინტერვიუებში რა I was a pop star when I was ანუ 17-ის ვიყავი pop star-ი რო გავხდიო არაფერი არ ვიცოდიო ანუ ფეხსაცმლის გაწმენდა არ იდგა რა უყარათ ხო და ანუ რეალურად რამდენჯერმე კინაღა მოკვდა ხო ანუ ეგ თემა იყო რა იქ მაგრამ ხო, მაგრამ სტარობის გარეშეც ხო ჩვენ რთულად გავიარეთ, შეჭრა მე ძალიან ძიმედ გავიარე. უმძიმესი პერიოდი მქონდა. სადღაც 27 წლამდე თავი ისე ანუ ყველაფერი თითო სიტყვა როცა 22-მდე მეფეთ გრძნობდი თავს, სადღაც მაგ შუალეთში შეჭემა, ყველა ჩემი სიტყვა თუ გააზრებული თუ ყველაფერი ისე მხრინჯავდა შეჭრა და თავის პერიოდს დაგეწყო აი სადღაც მე სულ ხერხული ვიყავ. 23 აი მამა ჩემის სიკვდილის მერე გამიმძაფრა თან ნარკოტიკებმა ისქნა რა აუტრე. ეგ უნდა მეკითხა, იმიტომ რომ მამა არ გიხსენებია, ეგ იყო უფრო ადრე ესე იგი, ხო? მაგ პერიოდში დაიწყო. მაგ პერიოდში როდის დაკარგე მამა? 23-ის ვიყავ. აი ეგ ზუსტად მაქიდან გამძიმდა და აი ხო და შენ მე მგონი მაგან წაგიღო, იმიტომ რომ მე მახსოვს ეგ გვერდიდან ხა ხტები ისა რა. დამძიმდი ძალიან შეჭრა. აი თან ის კომპლექსიც გამიმძაფრდა იმ გადაცემის წამყვანო, აი ყველაფერი ერთად ნუ ვერ მოვერია. რო სუსტდები შემოდის ყველაფერი მაგომპლექსები და საერთოდ თითო კომენტარი, თითო ის, თითო აი ვაფშე აჭრელ-დაჭრელი. როგორც კი მომიწია სადღაც რომელიღაც ფილმში თამაში და იქ უბრალოდ რეალურად გავიაზრე. ეს უკვე აქეთ. აი 28-ის გავხდი. რომ გავიაზრე რომ მე აქ რაღაცა შევძელი, იქ დავიბრუნე ჩემი თავი შეჭი. როგორც კი ეგ პირველი შეხება გავაკეთე ისეთ რაღაცასთან, რაც მე თვითონ მევასებოდა, მინდოდა სულ და აი იქ დაბრუნდა ყველაფერი და ავთენტურობა ხო. შენ ესე იგი შენ მაგან იმღერე რამემაც მაგრა დაგაკომპლექსა მაგრად შეჭი. და იმიტომ რომ რაღაცა რა იყო, რაღაცა პლასტმასის წამყვანი, აი ეს ბიჭო ან რაღაცა ჩემთვის ძალიან უცხო გარემო და უცხო იმიჯი და ან უცხო იმიჯი კი არა და აი რაც დასაცინი იყო ჩემთვის, უბრალოდ მაგ იმიჯში მოვხდი. ანუ მინდა გითხრა რომ გვერდიდან აი
კარგად პაროდია საკეთებდი პაროდიაში. კი თქო, მაგრამ ჩემი არ იყო რა მე თვითონ არ მომწონდა. მესმის იტანჯებოდი. თორე მე რო შემეხედა ესე როგორც ეხა უყურებ რაღაცეებს ხანდახან თამაში მიწევს ესეთი რაც შეიძლება ინჯავდეს, მაგრამ აი დისტანცირებით შვები და ეგ უნდა მექნა მაშინ. ხო და რა מחარებს მეთქი, იცი რომ ეხლა ჩვენ აქ ვხედავთ სამივენი და აი ამ განვლილ რაღაცებს უყურებთ. მე მგონი რომ გაცილებით უფრო ჯანსაღი მდგომარეობიდან, ხო? იმედია, ხო? და ანუ არ გაცნობიერებული არის ბევრი რაღაცა, რა მოხდა. ჩვენ შეიძლება ყოფილიყავით ისე ინერციით რაღაცა არეულობაში, ხო? ანუ აი ჩვენ ისე ვარ გველაპარაკა, შენ ისე რაღაცა შიშებში გეცხოვრა და შემ. ანუ მე რასაც ვხედავ და ეხა შიგნიდან უკვე და ჩემ საქართველოს თემასაც რო დაუბრუნდე, გაცნობიერებულ ნაბიჯებს გქონს გაცილებით უფრო მეც ვიდრე აი ამ რაღაც რეაქტიულ პინგ-პონგის ბურთივით რაღაცა ხტუნაობას აქეთ-იქით რა. დიახ. კუთვნილების თემა სად რა გინდა და როგორ და რანაირად რა. შვიდობა გვაქვს რა. მეტნაკლები. მიუხედავად იმისა, რომ გარემო შეიძლება თლად ბოლომდე მართლა მითხრა ხო რომ ამოდიო ჩემთანო და იქ არაფერი არ იგრძნობაო საერთოდ რა. გინდა მაგარი რაღაცა გითხრა? აბა რა. კაჩ ეს გადაცემა გავა 4 კვირაში. დაახლოებით. ხო არა აქვს მნიშვნელობა, როდის გავა, მაგრამ ნუ შენ გეცოდინება მინიმუმ 1 კვირით ადრე. რო გადის ეს სიმღერა. გინდა ეგეთი თამაშივით გავაკეთოთ, რომ აი ხა შენ ოღონდ შენი პირი თქვი, რომ ეს გადაცემა რო გავა აღწერაში იქნება ჩემი ახალი სიმღერა. იქნება. ანუ დაწერე რამე. არა, დაწერილი მაქვს უკვე. ეგ რა თამაშია, ბიჭო. არა, უნდა დაწერო რამე ახალი სიმღერა. შატლახ. და თუ გინდა სახელი ვთქვათ ეხა, მოვიფიქროთ და მაგ სახელით ტრეკი დადე და ჩვენ იმაში დავდებთ აღწერაში და ხალხი ნახავს. სახელი პირველ რას მოგდივა თავში. ვიცის ყველა ვარიანტი სზე იწყება. ქართულად ვცდილობდი და ინგლისურად სულ ერთია, ხო? Star City. Afternoon version-ი თუ სიხრა იქნება. Afternoon version-ის ახალი სიმღერა Star City იქნება აღწერაში. დაიდება რა. რომელიც ჯერ არ არის დაწერილი, მაგრამ თქვენ ამას რო ნახავთ უკვე იქნება დაწერილი. Challenge accepted. ხო მაგარი მოვიფიქრე. რა მაგარი challenge კაიჭი. ლადო რა დავა challenge-ოთ? ლადო დავა challenge-ოთ რო ლადო ბურდო. ხმა მაგარი ლადო. მოდის ლადო? მოვა საწავა. ყველას რიგი ჯერი მოვა. ხო. ვა, ეგ ძალიან კარგია. ესე იგი 4 კვირა მაქვს დაახლოებით. ხო, და ნახე, ამას არ ამოჭრის გოგა არავითარ შემთხვევაში, თუ არიდება ლინკი, შერწყვები. ეხა სახში რომ მივდიო, ეგრევე იწყება Star City. არ გამოტოვოთ. 4 კვირა რავი, ნუ. კაცმა არის ხა 4 კვირა იქნება, როდის გავა ჩვენ ხო ვანაცვლებს ამ პოდკასტებს. ის Star City? მიდი, რა თქმა უნდა, შენ იქ რა წერია? სად? ზვინი გორა. მაგიტო? ზვიეზდა წავიკითხე თავიდან და გორა. აჰა, აი. აი ეს უნდა გამოვიყენო თან რა. რომ მოუვალ რა იმ სიმღერას. თუ გინდა დაგისემპლა. თუ გინდა აღჭავ წეროთ როგორც. ვაფშე ამ 3 ნოტით უნდა დაიწყოს. აი ეს რაც იყო. და რაც იქნება, ხო. კაი ჩელენჯი. ჩვენიერი და გადასა. აუ მაგარი ჩელენჯია. ყველას უნდა გაუკეთოს. ბიჭო, ხო და აი ესეთი კითხვა მაქვს. ეხლა ამ სიმღერებთან დაკავშირებით. ეხლა დავიწყე როგორ რაღაც კეთება, იცი? სიმღერებს რასაც ვამთავრებთ. ეგრევე არ ვდებ რა. და ვდებ ნელ-ნელა. ანუ გავწევ დროში რა და რაღაცა 2 კვირაში ერთხელ ხო და კარგი ამბავია ხო ეგ მეგონია რა. იმიტომ რომ აი დღეს 9 საათზე ეხა გამოვა რაღაცა სიმღერა დღეს ანუ როცა წერთ ამ გადაცემას დღეს. ო უკვე 10 საკლია რაღაც. ჩვენ ერთდროულად უნდა დავდო. რომ მორჩებით მოусვინოთ. ჩვენი პოდკასტიც დაიდო. დაიდო 9-ზე ის. ეხა რომ მორჩება გადაცემა ჩავწევთ დინამიკაში. ხო და ბიჭო რაღაცა ის შემექმნა იცი აი ის ნაწილი უფრო გაქრა აი ეს ფიქრი იმაზე ვის მოეწონება ვის არ მოეწონება და უფრო იმ მუღამში ჩავარდი თუ აზარტში რომ ყოველ თვეში ერთხელ მაქსიმუმ ახალი სიმღერა დაიდოს რა. მაგარი ხო გამოვლილი გვაქვს სირკუს მეგობრებო თვეში ერთხელ როდი dry session არ უნდა ყოფილიყო. No dry session. კარჩე ვიკრიბებოდით და აი ესე ვждებოდით თვეში 0 იდეებით ესე ვждებოდით და გამოდიოდით დასრულებული სიმღერით. შეთანხმებული მქონდა რომ შრალი სესია არ უნდა ყოფილიყო. მეორე დღეს მიქსავდით და მე პახოდუ მოდიოდა ვიდეოს იდეა, მაშინ პანდემია იყო, ყველას ეცალა.
ვიღებდით ვიდეოს და აი ესე თვეში ერთხელ ვიდეოს ვდებდით რა. იმინა ლარად გაკეთებული ყოლა. ლარათაც მაგრამ იცი როგორი ეშე ზოგი არის, ძალიან აი გარი ნიმე ისტორიული. ძირითადად უნდა ნიკა მონტაჟებდა ამ ვიდეოებს და მე ერთი 2 დღე არ არსებობდა. მახსოვს საერთოდ რომ მივიდიოთ ესე ლეპტოპის ფორმა მქონდა მიღებული. ძალიან მაგარი იყო, ჩვენ მქონდა ეგეთ ტრადიცია კლიპს რო დავამონტაჟებდი. ჩვენი მენეჯერისგან მეკუთვნოდა მასაჟი. რო აი რო ავტვირთავდი YouTube-ზე გამასაჟებს. მასაჟზე. აუ, რამდენი წელია უკვე მასაჟი არ გავაკეთებია ჩვენ. მე მინდა გითხრა რომ მაგრამ მომენატრა ეგ მიდგომა რა. მაშინ პირველად განვიცადე, კერა დავინახე ეგრევე რო შეგიძლია რომ დაიწყო დაამთავრო რაღაცა და რეალურად. თან არ არის ანუ ხვდები უმეტესობა სიმღერების არის ეხლაც სიმღერები არის, ხიტებია ზოგი, ხო? შენ ემაზე მითხარი და ეცე რა იყო weather support-ცა, ხო, ბევრი მოსმენა. ისიც კარგად წავიდა, რა ქვია 2320 რა ქვია იმას? ხო. 23-22. რატო ქვია მაგას 23? 23-24 ქვია, რატო? ხო და რატო? მის ამღერში არის They don't know what's going on, they don't know. და ბიბლიაში ხო, ესენია ვერსები არის და 23-24 არიციან რა შადიან. ვაუ. ბიჭო ხო, ხო და ეხა კიდე ერთი ისტორია ძალიან უცნაური რა. ერთხელ მე და ნიკა ვართ მარტო და ვწერთ ის სიმღერა ბოლო-ბოლო ჩაიწერა, ხო? ესა რა ქვია sitting with my friends drinking caffeine and რა ქვია? I get lonely when you walk away. ეგ ჩაიწერა, ხო? ლაივი და ხო და მან ხო რაღაც გიტარა, ბასი და რაღაცა ძალიან მარტივი არანჟირება და ბიჭო ზუის რა ბასი რა. და ნიკამ გააძრო პროლკა და ფეხზე გაიხადეო და თითზე მოვა. თითზე და პრეამზე რომ დამიწება გაიჩიცა. ფოტოც გვაქვს. და სიგიჟე გითხრა ტონი ლევინის ფოტო გაიჩითა გუშინ Facebook-ზე პიტერ გაბრიელის New World Studio თუ რაღაცა რაც ქვია და იქ დგას ფეხზე შიშველია და პროლკა აგდრო ზუმოდა რა მაგარია. და მანდ მივხვდი რომ მეთქი გენიოსები ვყოფილი. ეგ ვალერას სტუჩკა. არა, პროსტა მივაგი ბიჭო, რას მიოგენი? ხა სახში ფეხშველა რო წერ ხოლმე რა. ამას რო ვადებ ფეხს, ჩუმდება რა. მივხვდი. არა, როგორ ვერციგიჟი იყო, იცი და თან ნიკა ხა იმ პერიოდში წერ რა ბას რა ისედაც აი ღმერთ მარკას და ნოტა გამაზე რა ყაი რა სიხრა ისეთი რეაქციები და მე ჩემი ხუთოსნის კომპლექსით ხოზე ხარ ხო ხო და უცებ ბიჭო ყველაფერს სწორად ვაკეთებ ზოის იძახის რა ყლეობასა როგორ უკრავ მანახე რა და მე მივეცი და იქაც ზოოდა და ფეხზე გაიხადე და პროლკა და ესე გვაქვს გადაღებული მოვიდე ამ ზღრინიკი პატარა მზღრენიკი ხო და მინდა ვთქვა რომ ამ ყველაფერს ეხა ვიხსენებ ძალიან დიდი სიყვარულით რა რაც ფენით ამ პერიოდში იმიტომ რომ აი რამხელა მოტივაცია და dedication როგორ თავდადება იყო საჭირო რომ ყოველ დღე ვიკრიბებოდი გახსოვს პანდემიამდე გაქცევები მე 9-მდე და ტაქსი არ მოვა და აი ეგ არის და რაღაცა მაგრამ რამე ინგლისში ჩვენ არ გადაგხვდენია რამე საინტერესო ერთი იყო დადა მოვიდა ჩვენთან კონცერტზე ხო და მე იჩხუბეთ შენ და დადამ ეგ მოყვეთ კი მაგარია ეხლა რაღაცა ფაბი და დავიწყოთ ესე იწყება რომ ფაბში გქონდა კონცერტი ფაბი იყო დიდი ფაბი სადღაც გლოსტერ როუდზე თუ სადღაც კი არა მან დაუკარი სადღაც არ გახსოვს სადღაც დაუკარეთ და მე სხვაგან გადავინახე თეთრი ფაბი იყო ხო იქიდან წავედი დასალევად მე აი დაუკარეთ ეს მე ხო მე შენ დადა ნინო დრამერი ჩვენი რა ერქვა? ანუ კუკ რაღაცა ერქვა. ეს ავსტრალიელი ტიპი რო იყო, ხო, მაინც რა ერქვა? აუ, სახელი. ანუ ჰექტორა გუშინ დავიმეგობრე. ჰექტორა ხო ვიპოვე. არა, ამას რა ერქვა? ეგ დაჟე ტურში წავიყვანეთ. პიტერ კუკ არა. პიტერ კუკ არა. ნუ მოკლედ რა მნიშვნელობა. ავსტრალია ძალიან მონდომებული დრამერი. ბიჭო, რაღაცა ფაბში დაუკარით, აი ზუსტად ეს შენი ამხანაგი ეგეც დაუკარით, თუ გახსოვს მან და წავედ დასალევად რა. რაღაცა სხვა ფაბში დადა იქ არის, აი ეს რაღაცა პატარა ადგილას ხედავთ და მე ვიღაცას ველაპარაკებ და უცებ ატყდა ტრახი. უნდაც როგორი ტრახი, იცი რომ? აი თქვათ როგორ ნიკა ვიღაც შეაფურთხა საკაში. იმა გააკანა,
აილეცა და დადაც ჩაერთო დადამ იმასქნა ხია იმ ტიპს და კარჩე მაგრა ვისქნა და რა მოხდა რეალურად ეს უნდა მოყვეთ როგორ არის საჭირო რა ვიცი მაგრამ ვაფშე რეალობა როგორია წარმოიდგინე რა ლონდონში ვართ რაღაცა ბრალი ბაზარი იყო რა მაგარია ფაფში ჩხუბი ძალიან კარგი წავედი მეგობრებთან ერთად გადამო რაღაც კონცერტზე რა ჩემი მეგობარი აი ქართველი გოგოა და მისი მოდი მანამდე ისიც მივაყოლოთ რა მას იცნობთ უკვე ხო ორე აი გარი თელი თემა რომ ჩვენი მეგობარი გვეუბნება რომ ჩემი ბოიფრენდიო არისო ბრაიან მოლკოს პროდიუსერიო და fuck off ხო ანუ ასებოს პროდიუსერიაო და იმისი და ამისი და პროდიჯი და რაღაცებს ყვება და როგორი დროა იცი რომ არ არის iPhone-ები ჯერო და Google პონტი არ არის და მეთქი მაიცა თუ შემიძა מחარ ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ რომ ქართველი გოგოა yeah of course და არში სახში მივედი დაუგუგლე ეს ტიპი და დიმიტრი ტიკოვი მართლა მეძია ჩაწერილი ო მეცი პლასებოსი და ნუ კიდე ბევრი რაღაცაა რა და კარჩე სახში მივედით ამ კაცთან ბოლოს ხო და ნუ სახში მაგასთან ფართები რაღაცა ერთ-ერთი დღე არის და მირეკავენ რა დიმიტრი თუ ხო ალბათ დიმიტრი მირეკავს მე დიმიტრის დაუმეგობრდი ძალიან და ბიჭო სადღაცო პაპში ვზივართო და მე ვაპირებთო რაღაც კონცერტზე წასვლას. აი, ის კვადრო დიმიტრი შენი ალბომის ჩემი არის ზეთფორზულ ჩემი ალბომის ევროვიზიის სირკუს მირკუსის ტრეკის პროდიუსერიც ეგ არის, ხო. და კარჩე ეს რა ქვია. წამოდიო, მივედი, მივიდეთ ვზივართ ამ პაპში, რა შვები, რა ვიხო, ბრაიანა მოვაო და გავიგე. ბრაიანა. ბრაიანა მოდის ბრაიანა მე სავარაუდოდ ჩვენ მე მომწერე რომ სიხ ბრაიანა მოვა და მე უთხარი რომ ბაიცა რა ერთი წუთი თუ რაღაც და მოდის ბრაიანა მე გოგოსპონში გამისწორდა ბრიანა ბიჭო ოღონდ ხოცი ახლა ეს თელი ცხოვრება მარტო ტელევიზორში რო ყავს ნახე აი ამ ხელა ბრაიანა მოდის იმინა მინიატურული ტიპი ძალიან პატარა სცენაზე ხო ყველა დიდი ხო რა და პატარა ბრაიანა მოდის და თუ როგონია ხო ის ბასისტი ხო მაღალია და ეს პატარაა და ბასისტი ჩოლებრივია ანუ გონდრის როა ხო ეფექტები რაღაცა დიდი მაგიდა რო დგას და პატარა და არჩი ბრაიანა მოდის და რაღაცა და ბიჭო ხო და ვინც არის ცნო და იმას აცნობენ რაც და ეს გოგო ეუნება რომ გაიცანიო შენი ყველაზე დიდი ფანია და ანუ ხვდები არავინ არ არის ეგრევე ბანძი ტიპი გავიჩინე ანუ უთხარ მუსიკოსია რაღაცა და ფანიო და იმან who's not ანუ ვინ ხო ანუ გავიგე ვინ არ არისო რა აუ ბოლო ნიკა იყო ძალიან იმედგაცრუებული ხო მაგრამ ნუ მე მთელი საღამო ერთად გავატარეთ ვიგულავედი რაღაცა თავის შვილის სურათებს მაშინ კიდე ერთი ისტორია მაშინ რა აი ნიკას სერიებიდან ნიკას და ჩემი ურთიერთობა ლონდონში ზივარ სამსახურში რა რაღაცას ვაკეთებ ოფისის სამსახურ და ნიკამზე ბიჭო ჩქარა მოდი ბრიკლეინზე რა ხდება მე რედიოჰედის კონცერტია ოღონდ არავინ არ იცის აი მეც მახსოვს შეჩიმა მეც ვიქნა რაფტრეიდში უცებ გამოაცხადეს რაფტრეიდი არის რეკორდ შოპი და უცებ გამოაცხადეს რომ Radiohead-ის Secret Gig მაშინ გამოვიდა In Rainbows და ჯერ ტური არ დაწყებულა და მაღაზიაში 200 კაცი შენ დგეხარ და გია თუ მე და გია ვიდექით და კარში გამოაცხადეს რომ მარტო 200 კაცი შეუშვებთო მაგრამ მან ხა იმ 200 კაცი მოყევი შენ მოყევი და მელოდებია რომ მეც მივიდე მე გაკანსელდა ეს მაგრამ სხვაგან დაუკრეს გვერდზე ჩვენ წავედი მაგრამ თავარი რა არის მანდ რომ ამდენ ხალხში აი ეს რიგი დგას კაროჩ აი ეს რიგი არის 200 Radiohead-ის სოფლიოში ყველაზე დიდი ფანი ანუ აი პიზდეცი ყველაფერი რო იციან რა აი გუში რო დააცემინა იმას ხოცი გვერდზე გავიხედე და გიტარიანი ტიპი მოდის რა და ბრაიან ისო ბრაიანი ისა ედო ბრაიანი რა მეორე გიტარისტი რა გრინვუდი და გიტარით ჩაია რა აი იმინა ეს რიგს გაუყვა და შევიდა და აი ვაფშე არავის არანაირი რეაქცია არ ქონდა შეჭება ანუ აი სუდია ტიპა სპეციალურად გაიგი ხო რა იქნება ვინმე მიცნოსო იმის მე რომ გადავდით ამ ტიპზე ნიკა შენ გამომგზავნე ვიდეო კოლაჟი რამდენ yes იძახის yes გარდა კარჩე რო ჩაწეროთ YouTube-ში Best solos of Ed O'Brien solos და კარჩე დამონტაჟებულია სცენაზე რომ ზის არაფერს რო არ აკეთებს გაივლის გამოივლის
ჩვენ მე და ჩემი ცოტა იმას გავს საგარელი რო ბაზრობდა იქ ვიღაცეები რიგითი ისინი რა ქვია სკრიპაჩები და ვიღაცეები რო ერთი და იგივეს უკრავენ და სხვა პრასული და მე და ჩემი მეგობარი ბაზრობთ რომ კარჩ კლასელს ვეძახით მაგას რა რომ ეგენი ხო რაღაც სკოლაში გაიცნეს ეს მართლა და კლასელი იყო რა ერთად დაიწყეს და მე ვეღარ გააგდეს ბენდიდან რა კაროჩე რა და ეს გობეჯო მეუნება რომ კაროჩეო ნიუსი დაიდო Facebook-ზე რაღაც წლების წინ რა რომ ტიპი გადმოვარდა მე-14 სართულიდან რა ვიღაცა გადმოვარდა მე-14 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა რა კარჩე იმას არ გაუმართლაო ესეო როგორც ამასო რედი რომ ცოჩი შენ და ის გახსოვს Clockwork Orange-ში რო დაუკარით ეს ფაბი რო იყო და იმტვი შევარდნაძე ой მან რო თქვა მე რო შემომხედა შევედით რა და უკრავთ რაღაცა უცნაურ ფახა აი არამცდა იმი კოკაკაი შევედით და რაღაც where you from და არა not so young Georgia ანუ ჯერ შევედით და ტიპა მიიღო რომ დღეს მოვა ბენდი young Georgian Lolitas უკრავთ და ეხა არ იცის ვინა ვართ და მივედით რა და შევლაგდით მე ზურიჩა ნიკა და ეს ჰექტორა დრამერი ინგლისელი ვიღაც დრამერი რომელიც მანქანით მოვიდა მთელი დრამი მოიტანა ძალიან მოწესრიგებულა და შევედით ეს ტიპი გვიყურებს რა და so after all you're not so young George ეს ერთი და where you from და Georgia და მე მიყურებს და შევარდნაძე და ამას თურმე შევარდნაძეს ეძახდნენ ავტონურში და მეთქი აკაც არა ამცდა გია მაგ პერიოდში თქვენთან არ არის? არა გია და შენ მერე ამეგოვრდით ხო გია იაშვილის skydiving penguins yeah so you know ან ჩავწერთ იმაში ან რამე ტრაგედია შემოვიდეს და შენ გიასთან ერთად ჩაწერე ეს ალბომი ლონდონში რაღაც უცნაურ სტუდიაში რო ალბომი ჩაწერე არა მე და ლევან შანშიაშვილმა ჩავწერეთ აი შენ და ლევან წავიდა მე აი ხო სადღაცა კიდე ერთი სასაცილო ისტორია თან ლავა ჩაიწერა მან და მაგ პერიოდში ჩვენ წავედით ლიტვაში ფესტივალზე come together to erko be together festival და ვიმგზავრეთ ვისთან ერთად აეროპორტში რა თერაპია იყო ბრიტანული grunge რაღაცა ბენდი საკმაოდ მემტივიზე მოხდილი და კი ჩვენ აეროპორტში ვიყავართ not so young Georgian Lolitas და ბიჭო თვითონ შორს რაღმის ბიზნეს კლასში დავსხედით და უცებ გავა ჩეკინზე გავხდით თერაპიით დგას ჩვენს გვერდით და ვაუ ჩვენ და ტიპები ისხდნენ ტუალეტ აი ძალიან და ჩვენ ბიზნეს ოღონდ რა ვიცი მოხდი ნიკაზე და ნინოზე რაღაც სტატია იყო ლიტვაში რომ ჩავედით გაზეთებში იყვნენ ესენი როგორც აი მაშინ იყო პიტ დოჰერტი და აი ეგ ფონტი იყო რა ქვია იმას კეით მოსი და აი ვიღაცები დაგხვდნენ დროში და აუ ნინა ბასზეა უკვე არა პროსტა მე იყო ელექტრიკეფიელი კიდეც რამდენი ვიცხოვრეთ ამ ლოგოში ბევრი ცხოვრება ვიცხოვრეთ აუ ნინო და ნიკა როგორ შემხვდნენ იქ ლონდონში პირველი გახსოვს რაც გლოსტერ როუდზე მეტროში ჩამოდიოდით ესე და ნიკა მე ოფისიდან გავოფლიანებული რაღაც ცუდი საროჭკა მაცვია და დავსხედით საოცრად და ნიკა მეყურებს ესე რა და შეხ რა შვები ვაფშე რატო ვერ გაიქაჩი ნიკა და მე ხა როგორ აუხსნა და იგივე მოხდა მაგრამ კოტე ჩამოვიდა და ნიკას ეკითხება რომ რატო ვერ გაიკაჩიო და ნიკა მე გამომხედა რომ ეხა ამას როგორ აუხსნათ რომ კოტე კალანდაძე აუ რეკომენდაიშა ძალიან ხო რამე ინოვატორული რუბრიკა გვაქვს რეკომენდაციები თუ ასრულებ ბენდის პონჩი ნებისმიერ ცეკვად რა ვიცი რას გირჩევდით და რამე ვაჰ რა ვიცი დაძინების რამე ისეთი მეთოდი თუ გაქვს დაძინების რამე მეთოდი ოკეი ბიჭო ანუ ეს ანამ მოიფიქრე მეც მაგ ერთი რჩევა რა მოусმინეთ Star City-ს ავტენვერშენის შესრულებით რომელიც დაიდება ეს გადაცემის გასვლის მერე სავალდებულოა ეგ რა აი გარუნა დამოვისწრე ყველა გადაცემას მოყვება სინგლი რა ახალი და დაუბეჭდოთ ხოლმე შეგვიძლია მე ვინილები გამოცეთ და შემდეგ სტუმარს გაუშვათ კოსმოსში მომდევნო სტუმარს ვაძლევთ წინა სტუმრის გამოცემულ სინგლს ეგ არ უნდა გავაბაზროთ და პროსტო ფაქტის წინაშე უნდა დავაყენოთ ხო და აი ხა ხო მაინც გინდა გაბაზრდება ფილმი მაინც თქვი რაღაც ან კატის ჯიში რა ვიცი ბოლოს რა ვნახე
აი ეს რობი უილიამსის ფილმი ნახე და ძალიან მომეწონა, ეს უგონდაც ხატრული Better Man. Okay. Better Man ქვია, სადაც Batman, სადაც არის შიმპანზე თამაშობს რობი უილიამს, რაღაც საკმაოდ კარგად ვიზუალურად გაკეთებული, მაგრამ რაც თორე კონტენტი არის ძალიან გულახდილი და რაღაცნაირი. ბიჭო, იცი რა არის, ჩემთვის ბოლო პერიოდში ახლა გამომდინარე იქიდან რომ აი ეს რაღაცა სწავლა დავიწყე ამ თერაპიის ამბების, ხო? ამ ფილტრში ვატარებ ხოლმე ბევრ რაღაცას და რეკომენდაციას რაც შეეხება, რა ვიცი, ესეთი ცოტა ჯანსაღი. ექიმის სიხასგან რეკომენდაციები, ხო? იცი რა, აი საკუთარი თავის მიმართ თანაგზნობა ძალიან გვიჭირს ადამიანებს, რა ძალიან აბსტრაქტული თემა არის ხოლმე რა, ეგა. ხო და ერთ-ერთი კარგი ვარჯიში არის ესეთი, რომ აი, როდესაც შენ თავს აკრიტიკებ ძალიან ბევრს და დაჭერილი ყავს ამაში შენი თავი რა. პირველ რიგში უნდა წარმოიდგინო ამ შენ ადგილას იგივე სიტუაციაში შენი თავი ოღონდაც გაცილებით უფრო ახალგაზრდა პერიოდიდან რა და მანდაც თუ გიჭირს გადასვლა რა, იმიტომ რომ ხშირად ეგეც რაღაცნაირად იბლოკება ხოლმე. სხვა ბავშვის ვარჯიში ქვია. აი ვინმე თუ ყავს საახლობლოში, შვილი თუ ყავს მით უმეტეს ადვილია, მაგრამ თუ ძალიან მძაფრი ემოციებია, შეიძლება ვიღაცის შვილი წარმოიდგინო, ვისაც იცნობ ან შენი შვილის მეგობარი, მსგავს სიტუაციაში. სადაც არ იცის რა ქნას, როგორ თქვას, როგორ მოიქცეს. ძალიან საინტერესოა, ეგრე არასდროს არ შემეხედა. და შენი თავი ამ სიტუაციაში უნდა ჩასვა როგორც აქტორი. და რას ეტყოდი ამ ბავშვს? და რა გინდა რომ იმ ბავშვმა შენ გითხრას? და აი რასაც ეტყოდი და რასაც გეტყოდა, მე ეს თემა უნდა გადმოიტანო შენ თავზე. ამას ქვია, ანუ ჩანაცვლება მე იმ ბავშვში ამ შემთხვევაში შეიძლება იგრძნო ის ემოცია, რასაც შენ თავს აკლებ, როგორც წესი. აი ძალიან რთული არის ხოლმე. რევერს საკეთე. ხო, რა რეალურად სხვაზე სხვის მიმართ, მეგობრის მიმართ გაცილებით უფრო თანაგზნობნი ვართ ხოლმე, ვიდრე საკუთარი თავის მიმართ რა. აი თუ დააკვირდებით ყოველდღიურობაში რა, ბევრ რაღაცაში თვით კრიტიკოსი შიგნით ყოველთვის მუშაობს რა. და აი ეს კრიტიკოსის ჩანაცვლება უბრალოდ დამკვირვებლით და მეგობრით გაცილებით უფრო ჯანსაღი მიდგომა რაღაცების დასანახად რა. ხასეთი ძალიან ღრმად ფილოსოფიური რეკომენდაცია გამოვიდა, მაგრამ არა, ხო პირველი ნაწილი გამომაზე გავიფანტე. ეხლა მაშინ წავედით და იქით ვიბაზრთ. აუ, დავაი დააკვირდეთ. Dankeschön. Ja.